წლის მთავარ მუსიკალურ მოვლენამდე 2 საათზე ოდნავ მეტი რჩება. დინამო არენაზე ქართველი მელომანების წინაშე იგივე Kanye West-ი წარსდგება. ცნობილი დედამიწის ფორმის შოუს 10,000-ობით მსმენელი ელოდება. გრანდიოზული ღონისძიება 21 საათზე დაიწყება. დაგეგმილი კონცერტისთვის სპეციალური წესები იმოქმედებს გზებზეც. თბილისის მერის ინფორმაციით ხალხის ნაკადის გასაკონტროლებლად რიგი ღონისძიებები გატარდა. სტუმრებისთვის დღეს როგორც მეტრო, ასევე 10-ზე მეტი ავტობუსის მარშრუტი გახანგრძლივებული დროით ღამის 2 საათამდე იმუშავებენ. თათია კუჭუხიძე მუშაობს დინამო არენაზე, რომელიც ახლა პირდაპირ ეთერში შემოგვიერთდება. თათია, როგორია მოლოდინი? ხლაშა დინამოს მიმდებარე დინამო არენას მიმდებარე ტერიტორიაზე მოქალაქეები დიდი ხნის წინ დაიწყეს შეკრება და პირველი მელომანები სულ რამდენიმე წუთის წინ შეუშვეს. მიუხედავად იმისა, რომ დაანონსებული იყო სტუმრების კარის გახსნა და სტუმრების შეშვება დაახლოებით 4 საათისთვის, რატომღაც ეს პროცესი გადაიდო და პირველმა მელომანებმა დაახლოებით 10-15 წუთის წინ შეძლეს მხოლოდ საკუთარი ადგილების დაკავება და თუ ჩანს ჩემს ირგვლივ კადრში ნახავთ, რომ ძალიან ბევრი ადამიანი არის მომლოდინე და ისინი გადიან სპეციალურ შემოწმებას, რის შემდეგაც უკვე ექნებათ შესაძლებლობა, რომ შევიდნენ ტერიტორიაზე და დაიკავონ თავიანთი კუთვნილი ადგილი. როგორც უკვე წინა ჩართვაში გითხარით, ძალიან არის გამკაცრებული დაცვის ზომები, ძალიან ბევრი დაცვის სამსახური არის მობილიზებული, ასევე მობილიზებული არის სასწრაფოს ჯგუფები გამომდინარე იქიდან, რომ დღეს აქ დინამო არენაზე ძალიან ბევრ 70,000-მდე ან უფრო მეტ ადამიანს ელოდებიან, რომელთაგან როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, დაახლოებით 30,000-ზე მეტი არის უცხოელი. რაც შეეხება თავად შოუს, როგორც უკვე იცით, Kanye West-ი საქართველოში მსოფლიო ტურნეს ფარგლებში ჩამოვიდა. ეს არის მისი უახლესი ალბომის 2026 წელს გამოშვებული ალბომის სახელწოდებით ბულის პრეზენტაცია და აქ მოსული ადამიანები იტოვებენ იმედს, რომ იგი ამ ალბომის ახალ ჰიტებთან ერთად შეასრულებს უკვე იმ ცნობილ ჰიტებსაც, რომლის გამოც Kanye West-ი ითვლება მსოფლიოში ერთ-ერთ პოპულარულ და წარმატებულ არტისტად. დღეს მოსული ადამიანები მიიღებენ იმხელა შთაბეჭდილებას და იმხელა ემოციით დაიმუხტებიან, რომ თამამად შემიძლია თქვა, რომ ეს იქნება ცხოვრებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოცდილება, რომელიც თავის ელფერს არასდროს არ დაკარგავს. ეს არის შოუ, რომელიც აბსოლუტურად ყველა წარმოსახვას ცდება და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ეს არ არის კონცერტი, ეს არის იმერსიული გამოცდილება, რომელიც მოსვლისთანავე და პირველი განათებების და გახმოვანების სისტემის ჩართვისთანავე გადაგვიყვანს აბსოლუტურად სხვა სამყაროში. მე იტალიიდან ვარ, ძალიან დიდი მოლოდინები მაქვს ამ კონცერტთან დაკავშირებით. ამ ეტაპზე ახლო პერიმეტრზე დავდივართ, რომ ვნახოთ სტადიონი და ახლო ქუჩები. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მომეცა შესაძლებლობა, რომ დავესწრო ამ კონცერტს. მე ძალიან მიყვარს Kanye West-ი. მე მისი მოსმენა 2020 წლიდან დავიწყე. მისი მუსიკა დროს ასწრებს. მე მსოფლიოში ყველას ვურჩევ, რომ მოусმინონ მის შემოქმედებას. დღეს საოცარი დღე გველოდება. მოკლედ, როგორც ორგანიზატორები გვპირდებიან და როგორც Kanye West-ის წინა კონცერტები ამის თქმის შესაძლებლობას იძლევა, დღეს აქ ძალიან საინტერესო საღამო გველოდება. ჩვენ ვრჩებით ადგილზე და ველოდებით მოვლენათა განვითარებას. მადლობა, პირდაპირ ეთერში თათია კუჭუხიძე საუბრობდა.